Დავიწყებ მათ პრეზენტაციას მათი სახარების სიტყვებით. ქორწინების დარღვევა დაუშვებელია, რომელიც შეავლოს კაცი ნუგანიშო. ადამიანის უმრავლესობისთვის გაყრა სამწუხარო, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია. ყოველი მეხუთე ადამიანისათვის განქორწინება ეს ტრაგედია, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა და იმედების დამსხვრევა. განსაკუთრებით ვერ ეგუებიან გაყრას მამაკაცები. მამაკაცების 21% და ქალების 15%. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ თუმრე გაყრას ტრაგედიად უფრო ხშირად შვილიანი მამაკაცები მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც გაყრაზე დამოკიდებულების გავლენა ნაკლებად ახდენ შვილებიან ქალებზე. ალბათ ეს განპირობებულია იმით, რომ გაყრის შემდეგ ბავშვები ძირითადად დედოფლთან იზრდება. საინტერესო ფოტოარქივი აქვს მოწიებული. სამწუხაროდ ბოლო წლებში იმატა განქორწინებულთა რიცხვმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა განპირობებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2011 წლის განქორწინებულთა რიცხვი 7136-ში იდგეს. ეს არის სტატისტიკური მონაცემები 2010 წლის მონაცემები არის და ხედავთ, რომ 2010 წელს ძალიან მიმატა განქორწინებულთა რიცხვი. კანონმდებელი განსაზღვრავს ქორწინების შეწყვეტის სამ ძირითად საფუძველს. ესენია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლიდან გამოცხადება და განქორწინება. იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეებს შორის არსებობს დავა. განქორწინების საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლო წესით. სხვა შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებები და ეკისრება თანაბარი მოვალეობები. მეუღლეები უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად ვისი სახსრებით მოხდა გასაყოფი ქონების შეძენა და ვის სახელზე ხორციელდება ამ ქონების რეგისტრაცია შეთანხმების სარეგისტრაციო სამსახურებში. მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ გაყოფას არ ექვემდებარება ისეთი ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ეკუთვნოდა განქორწინებამდე. მეუღლეებს მიღებული აქვთ მემკვიდრეობით ან შუქებით. განქორწინების ასევე როგორც ქორწინების შემთხვევაში შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება მოვალეობები აქვთ. ჩვეულებისამებრ შვილებზე ზრუნვის საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება მეუღლეთა შეთანხმებით. შეთანხმების მიუწვევის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო. თავისუფლ ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვის განხორციელების მიზნით სასამართლოს აკისრია ვალდებულება მხარეთა შეუთანხმოების შემთხვევაში განქორწინების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელი მშობელს რაოდენობით უნდა გადაახდეს ალიმენტი. მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი ქვეყანა, სადაც სოქმას აკრძალული აქვს ამ შორის. ეს ორი ქვეყანაა ვატიკანი და ფილიპინები. ვატიკანის მოსახლეობა 1000 კაცს არ აღემატება და სწორედ ამიტომ კანონით გაყრა აკრძალულია. ხოლო ფილიპინებში კი გაყრა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. გაყრის შემთხვევაში პროცესი შეიძლება 2 წელიწადსაც კი გაგრძელდეს. და ეხლა ჩამოთვლილი მაქვს გაყრის ძირითადი მიზეზები რა შეიძლება იყოს. ერთ-ერთი არის კომუნიკაციის ნაკლებობა წყვილებს შორის. ღალატი, მიტოვება, დამოკიდებულება სასმელზე, ნარკოტიკზე, აზარტულ თამაშებზე, ძალადობა, განსხვავებული მოლოდინი ბავშვის ყოლასა და აზრდაზე, სიმწიფის ნაკლებობა, დაჟინებულად მიეწევო ტრადიციულ როლებსა და ნება არ მისცეს საკუთარი პერსონაჟის ზას, ხალი ვიციმე კუხნაში, გადაყვარება, ფსიქიკური აშლილობა და ჩარევა მშობლებს.